ვიცი ასამბლეის საქმიანობის შესახებ იმ ამბებიდანაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და მეგონი ყველაფერია თქვენი მუშაობის შესახებ და იმავდროულად ვიგებ ხოლმე თქვენი საქმიანობის შესახებ სიკო ჯანას შეერქვა, რომელიც ჩემი მეგობარია და ანუ მე რამდენადაც ვხვდები ეს სწორედ იმ ტიპის სამუშაო, რომელმაც აი მომავლის საქართველოსთვის რაღაცა ტექნიკური ცოდნები, რაც იქნება შესაძლებელი, უნდა გააერთიანოს, თავი მოუყაროს, გაიაზროს და შემდეგ უკვე მე ვფიქრობ, რომ გასაგებია რომ თვითონ ცვლილება იქნება ალბათ, ფულად მისაღწევი, მაგრამ იმავდროულად არანაკლები მნიშვნელობის ამოცანა იქნება იმ შესაძლო პოლიტიკურ კლასთან, რომელიც რაღაცას ძალაუფლებას გადაიბარებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს აქვთ ეს ცდონება, როგორც კი სამინისტროებში შედიან, როგორც ესე ფუნდამენტურ ამბებს ივიწყებენ ხოლმე, მათ ყოველდღიური რუტინა ჭამს და მათ შორის მათ ყლაპავს ის, რაზეც გურო მივაპარაკებს. მე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე არ ვილაპარაკებ დღეს, მათ შორის იმის გამო, რომ ზოგადად მიყვარს თავდაცვები უფრო მეტად ლაპარაკი და თან ვისარგებლებ ამ შემთხვევით აგვისტოს დღეები და მეტი ლაპარაკობ თავდაცვები, თუმცა მე მგონია რომ მთავარი დილემა, რომელიც ნებისმიერ შესაძლო იქ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში დაუდგება, ეს არის თავი დააღწიოს ძალაუფლების იმ რაღაცა საბურველისგან, რაღაცა მისტიკისგან, რომელსაც მას სუსის თავაზობს და ძალიან დასორტიმენტს თავაზობს, როგორც კი კაბინეტში შედის ნებისმიერი პოლიტიკოსი, მინისტრი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხშირად რიგითი ოფიცერი კონდაზერვის შედის მასთან და ეუბნება, რომ იცი რა, აუცილებლად უძღვნის ამ დილემების განცდა და ეს დილემები რა თქმა უნდა რეალობაში საზოგადოებრივ დილემა იმიტომ რომ გადასაწყვეტი რომ რაღაცების საფუძველი აქვს და შემდეგ მისი ჰიპერბოლიზაცია ხდება და ასე შემდეგ რა. ჩვენი საფრთხის პროფილი ისეთია, რომ ვერანაირად ვერ იწვი რომ ეხლა ავტობანის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების სტეიქჰოლდერთან ასაუბნელი გადაიქცა შეიძლება დილემა. და განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რაღაც ტიპის დიდ შოკებს განიცდის ხოლმე საგარეო საფრთხის ხელსაწყოების ესეთუის სისტემა. ხათერთმეტის მერე ამერიკის ერთ-ერთი უშტატებია. მათ შორის ამ პროცესებს განსხვავებული ამერიკა როცა საკუთარ ტერიტორიაზე მოუწიეთ ტერორისტული აქტის გადატანა და მე არის იგივე ევროპული საფრთხის სამსახურები ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა, მოკლედ მე რაღაცა იცნობ მართლობა, თუმცა ჩვენთან ეს დილემა არის სრულიად სრულ და ეფუძნება იმას, რომ სუსმა ერთ ახალ პოლიტიკოსებს თავმოყრიცოს საკუთარი მნიშვნელობა იდააცნობინოს და მე რასთავარია ამ პოლიტიკოს ცხოვრებაში აქვს კიდევ სხვა დილემები, ანუ ეს დილემები არის ხშირად ადამიანური ცნობებით გამოწვეული, მაგალითად ყველა პოლიტიკოს, რომელიც საჯარო სამსახურში შეგვა და გახდება მინისტრი, ექნება ცნობა იცოდეს, რას ფიქრობდნენ მანამდე მისი თანამშრომლები, რომელიც ხელმძღვანელი თვითონ უნდა იყოს პოლიტიკაზე, მასზე პირადად და ასე შემდეგ რა და ეს იმის მიხედვით ვის რა ადამიანის მისერები აღმოჩნდება ხოლმე, ერთხელ მაინც თუ დაუგდებ ორი ამ ტიპებს რა, მე ისე მოაქვს ისმის ამ იმას რა, რომ ძალიან და თან პარალელურად გიწყობს ისეთ საკითხებსაც მათ შორის, რომელიც მართლა დილემაა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არის რაღაც თემები, რომელზეც პოლიტიკოსებს არ უნდა თქონდეთ მასშტაბური შარება და გეუბნება, რომ მოდი ამას მე გავაკეთე. ამაზე ერთხელ კომპრომისზე რომ მიდიხარ ამ ადამიანებთან, მე თავდება ეს ყველაფერი ვიცი, რომ ჯამში ბაღის დირექტორსაც ეს ხალხი ნიშნავს. ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისი ძალაუფლების დეკონცენტრაცია, მისი რეფორმა, თქვა მისი ხელმძღვანელის დანიშვნის წესის შეცვლა და რაღაცები, ეგ იქნება სწორედ ის თემი, რომელიც მათ შორის ფენის კარგი თავისუფლების ბევრი ნამუშევარი, რაც ალბათ განსაკუთრებული ჩვენი უკვე აი რუსთაველზე დაბადებული სამოქალაქო საზოგადოების ფოკუსის ჩვენი აი მონიტორინგის ის უნდა იყოს, რა ქვია, საგანად ეგ უნდა გავაკეთოთ დასაწყისში. სანამ პოლიტიკოსები იქნობენ რა კარგია სუსტთან თანამშრომლობა, რაც უნდა გაიგებენ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამის ერთად ან მე მიუხედავად იმისა, რომ ეხლა აქაც მესმის რომ სალაპარაკო მე ჩემი ამოცანაც ეგ იყო წლების საჯარო მოხელეობაზე, ეხლა როგორც რაღაცა ტექნიკური ქონეს დამიძახეთ, ხო, მაგრამ მე არ მჯერა ტექნიკური სოლუშენების რაღაცების, გადაწყვეტების რა, ანუ ჯამში თუ არ იცნება პოლიტიკური კულტურა, ვერანაირად ესე და პოლიტიკური კულტურა ერთადერთი შეიძლება შეცვალოს კონკურენციამ და კოალიციურმა ხელისუფლებამ რა. ანუ თუ ერთი პარტია იქნება ძალაუფლებაში, რომელიც შეეძლება სრულად სახელმწიფო სამსახურებს, მერე სახელმწიფო სამსახურის შესაძლოა პროკურატურას როგორ მოვაწყოთ, ეს სრულად არასწორად იქნება, იმიტომ რომ თუ რომ მე ჩემ თვალში ხდებოდა ის რაც გახსოვს 15-ში როცა გაიყო სუსი და შესაძლო უბრალოდ ორი მონსტრი გაჩნდა რა, მანამდე თუ ერთი იყო ჩემ თვალში ახალი ანალიტიკური დეპარტამენტი იყო
მიცემთ იმასაც ოპერატიული სამსახური და ოპერატიული ტექნიკური შეუძლებლობა. მე მეცგეთქვი ეს იმდენად ესეთი აი თქვა თავდაცვის სამინისტროში ხილაშელი რო გახდა მინისტრი აღმოაჩინა რომ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული ტექნიკურ დეპარტამენტს ჰქონდა იმ ტიპის შესაძლებლობები თვალთვარის რაც პროსტა არ ჭირდებოდა იმის თავდაცვის სამინისტროს ეგ რო გადასცა შესაბამისად მე იმას რა ჯერ კიდევ შესაძლოა რა შიგნით რამხელა წენა და გაღიზიანება იყო იცი რომ დაგუყავ ანუ რო ეკითხებოდი ამ ხალხს რომ რა შეჭირდებოდა პრინციპი რა აი იმის ამ მე აღმოაჩენა რომ ეხლა ნუ საბოლოოდ ამ მე და შეგვიძლია ვისმის ფოკუსზე შეუძლია უსმინოს მაგრამაც რა ანუ თუ განალაგე და რაღაცა ისეთია მაგრამ ჯამში მშვიდობიან მოვიდგინოს რომ ეგ ბოროტი საქმეებისთვის კეთდებოდა თავისთავად ცხადი ამიტომ ეს ტექნიკური ცოდნების დაგროვება რომელიც თქვენ აკეთებთ რომელიც მანამდე აი წინასაარჩევნო სოციალურ-სამართლებრივ ცენტრის ორი ექსპერტი მიზის აკეთებიდან და ძალიან ბევრი ცოდნა გაგვიზიარეს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ ხალხმა მათ შორის ამ საკითხებზე ეს ყველაფერი იქნება რელევანტური ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკურ კულტურას სულით ახალ პოლიტიკოსებთან ერთად და რაღაცა ისეთ საფირწონებს ვაჩენთ ამ შიგნში და კონკურენციის პოლიტიკოსების რომ ეს იულად არ მოხდეს ეს ძალაუფლების კონცენტრაცია რაც შეეხება იმას ჩემი მოხსენების ძირითად თემას ესე იგი რა დაირღვა თან რაღაცა ეს სათაურში დღეს ასეთი მე მგონი აი წუხელი რაც ყველა ვნახეთ რა ქვია მაგას ყველაზე უკეთესად აჩვენს ალბათ ჩვენს სფეროში რაც დაირღვა რა ანუ რა შეიცვალა ხო მანამდე არსებული რაღაცა თითქოს შეთანხმებული წესი იმის თაობაზე რომ ერთი მხრივ ორი რაღაცა ერთი მხრივ პრემიერის განცხადება და უსმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით და მეორე მხრივ კიდევ უფრო ალბათ მძიმე იყო ის რომ არ ვიცი სამხრეთ კავკასიაზე ამერიკის შეერთებულმა თეთრ სახლში ყოფილიყო შეხვედრა და ჟურნალისტს მაინც არ გაეძახა საქართველოზე რას ფიქრობთ ეგეთ რაღაც ალბათ ძნელად წარმოგვედგინა ყველას ხო ამ გასაგებია რომ ის რაღაც აფონდა ელემენტიდან კონკრეტულად ზანგეზური და ზელოდონიშვილის და შემდეგ საკითხები განიხილებოდა მაგრამ ნუ აი ძალიან საგანგაშოდ მძიმე ამბავი იყო ის რომ საქართველო არ იყო ამ ყველაფერში რეფორმაზე ლაპარაკობდა მათ შორის იყო ფუნდამენტურ სამართლებთან და მე აი იდეას გეფიცებით შანსი რომელიც ის მაქსიმუმ გვაქრო აღარ გამოვიყენა აბძალაში იმიტომ რომ 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში მივედი და დავითვალე დაახლოებით 27 რეფორმა მიდიოდა რა 27 ფუნდამენტურ შეცდომას მე გააკეთა რეფორმა არ ყოფილა არც ერთი ხო და ნახე ეს როგორი იყო რომ და თან ანუ მე ყველა იყო ბედნიერი რომ ყველა რეფორმაში მონაწილეობდა რეფორმის მინისტრიც კმაყოფილი იყო რა თქმა უნდა ამ ყველა სხვათა შორის ეს დაიწყო ამერიკაში რა 19 ანუ ეს თაღარი ამ მე ან მეც ბედნიერი ვიყავ რა თქმა უნდა მე მიზიარებდნენ რომ ამ შენიხე შეგიძლია ამ რეფორმის ნაწილი გახდე ამ მე შემთხვევით იმის გამო რომ მოხდა გამიმართლა ისე რომ აი საგანა თავდაპირველად იმასწრებს რა მართლა თავდაპირველად ისე და კარი სულ დიამქრობდა და კაბინეტში ავიდე თოპოდიოდი ადამიანს ვეუბნებოდა და შემთხვევით გენშტაბში ამოვაჩინე 50 წელს მიღწეული კაცი რომელსაც დაუმეგობრდი რა ხო და ეს ადამიანი მე ამ რაღაცებს რომ მომდრო ხა ამას აკეთებდნენ ეს მომდრო იცი თან ამას თან უნიკალური მეხსიერება ეს მომდრო იცი რა ეგ 2007 წლის თებერვალში აი მამამდე მივედით მაგრამ აღარ დასრულდა რაღაცა მომდრო ეგ ოქროში მომდაიცო მაგრამ ახლა აი მარგალიტო და ყველა ამ რეფორმაზე მომდრო ეს ადრე ვიდიოს ანუ ცალკე ტრაგედია ის რომ ორგანიზაციაში და აი შეერვახსენე ფიგუროს ის ამ ინსტიტუციური მეცნიერების შენარჩუნების მექანიზმები არ არსებობს რა შსს-ში ხო არის ასე სამწუხაროდ მაგრამ თავდაცვის სამინისტროში კი სადაც თითქოს ოფიცერთა ესე იგი კარიერული განვითარება ბევრად უფრო კარიერა გაგზავნების რაღაცა იმეები და გაჯვეტადობის გათვლები და მათ შორის საჯარო მოხელეებისაც რომელიც შსს-ში თავდაცვის სამინისტროს სამხალხო ოფისში მუშაობენ ამის მიუხედავად ინსტიტუციური მეხსიერება ძალიან სწრაფად ხდება იმიტომ რომ მე უყურებდი ერთი და იგივე უმრავლესობის პირობებში მოსული რა ქვია მაგას მინისტრები რა სიხშირით ცვლიდნენ პოლიტიკას ანუ უმრავლესობა მინისტრი რო იცვლებოდა და უმრავლესობა იგივე იყო რა გაფორმებულ შემთხვევაში სრულიად იცვლებოდა ყველანაირი პრიორიტეტი და ეს ამ დროს ნებისმიერი მართლა რაღაცა ზემოდიერი საქმე მათ შორის ამ თავდაცვაში განსაკუთრებით ასეა და ალბათ განათლება ის ასეა მაგრამ მე ამ სფეროში ვხედავდი ამას რომ რაღაც დაწყების მერე ანუ შეუძლებელია რომ ერთი კონკრეტული მინისტრის დროს დამთავრდეს ბევრი ამოცანა
ამიტომ მე თუ აი solution-ებზე უნდა ვილაპარაკო გადაწყვეტებზე, რა პირველი რჩევა რაც ექნებოდა და მაგას სულ ვილაპარაკებ, იქნებოდა ის რომ კონსენსუსი სად უნდა მიიღწეს ალბათ პარლამენტში, ხო? ამიტომ პარლამენტის როლი თავდაცვის სისტემის განვითარებაზე, მის გრძელვადიან განვითარებაზე უნდა იყოს მაღალი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პოლიტიკური ძალები, როდესაც შევლენ რაღაც ახალ პარლამენტში, მათ შექმნან ძირითადი მითითებები შემდგომში უკვე ეროვნული საფრთხეების საბჭოსთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრისად. და ამ მითითებების რაღაც პარამეტრები უნდა არსებობდეს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს დღევანდელ ცოდნებს. და ეს რა ცოდნები არის? ცოდნა არის შემდეგი, კობახიძემ კი გითხრა და საფრთხედ გამოაცხადა დასავლეთში თავდაცვის ბიუჯეტების და ეს მართლა ხო გახსოვთ, ანუ ეგ რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში deep state-ი აკეთებსო და ამბობს, არ ვიცი, ჩვენ საჯარო გმით თავდაცვის სამინისტროში მუშაობ, ყველა მაგას იზახდა, რომ ანუ როდის ან ეს როგორი ამბავია, ეს რომ ალბათ ყველას აქ ეგისტიკი რა და თან რადგან ეს არსებობდეს ნატოს რეკომენდაცია 2%-ის თაობაზე, მაგას აი მაგრად ვიყავით ჩატირებული. სულ და დასავლეთში რო ეს პარადიგმა გადაიხედა ცივი დასრულების მართალია გვიან ყირიმის ანექსიებაც არ უშველა და სანამ უკრაინაში არ შეიძრა ესა, მაგრამ ეკო ახალი ტიპის ტრენდია, რომელსაც შეგიძლია თამამად შენ საზოგადოებასთან ვედიხარ დიალოგში, რომელი რომ კი, ანუ ყოველდღიური ანუ შენ იცი რა, ამ პრინციპით რომ ვაფინანსებთ ჩვენ ხოლმე სახელმწიფო ორგანოებს რა, ალბათ ჯანდაცვის და რაღაც პოლიციის არაფერს დავაფინანსებთ და კიდე ყოველდღე რაღაც სერვისებს რაც გვთავაზობს, მაგრამ თავდაცვა ისეთ სერვისს ქმნის, რომელიც მარტო ომის დროს იზრდება. და ეხლა არ გაგვაძლიერებთ ხო და ამის გამო რადგან ყოველდღიური პრეშარი არ არსებობს რომ მასზე ბიუჯეტი იყოს, ამიტომ რაღაცა სხვა ტიპის არგუმენტები გვჭირდება და ეგ არგუმენტები არის მათ შორის აი დამკვიდრებული ტენდენციები და ასე შემდეგ და რაც თავია შენი საფრთხის პროფილი, რომელზეც ალბათ ასევე ბევრი ლაპარაკი შეიძლება ჩვენ როლს ჩვენ აღმოჩნდით ვითარებაში განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოწინააღმდეგე იმდენად ახლოს არის, ხო, ანუ რაღაც ტიპის დისტანციის გარეშე შეუძლებელია თქვაც არის ის დანახვა, ხო, სრული სურათის, როცა მუზეუმში შედიხარ, რაღაცა სკულპტურის და ეთნოგრაფიის დოკუმენტი გამოიძახა. რუსეთი იმდენად თავზე გვაძლევს ამ იმდენად ჩვენ ტერიტორიებზეა, იმდენად დიდი შესაძლებლობით არის შემოსული და ჩვენ ეს საფრთხის პროფილი იმდენად ანუ იმდენად არ აქვს არანაირი უსაფრთხოების ხარი გარანტია რა, რომ მაგან დაგვიჩლუნგა, ან ხანდახან არის რომ უბრალოდ ადამიანი მუდმივ ვერ არსებობს და აი დაგვიჩლუნგა ამ საფრთხის რეალური აღმატები, ან რაღაცა სირაქლემას ფონზე ავირჩიეთ. თორე ჩვენ ამ 17 წლის მანძილზე 2008 აგვისტოს ომიდან შეუძლებელი იყო ამ საფრთხის პროფილის ქვეყანას ისეთი თავდაცვის სისტემა ჰქონოდა, რომელშიც მე რომ მივედი და დამხვდა და რომელიც კიდევ უფრო გავუარესდა. აი რა დამხვდა, რამდენიმე სიტყვას ის მარტო რა. მე მაგალითად აღმოვაჩინე, რომ 26 მაისს დიდგორს ესე იგი დელტას მე შექმნილი მანქანა დიდგორი რომ გამოეყვანა უჩა ძოძუაშვილი ისე და ისე კიდევ ისე გამოვიდა მაშინ კარგი ამბო ყველას ესე დიდები გავიცანეს ხალხი პროსტა ესე იმიტომ რომ არანაირი ინსტიტუციური მექანიზმი რომ მინისტრის გარეშე არ ხდებოდა ეს საკითხი და უბრალოდ მე აღმოვაჩინე ეს ხიდი რა და ჟავა აკუმულატორის არ იყო შესყიდული და დიდგორი ვერ გამოდიოდა რუსთაველთან ამ დროს 26-ი თენდებოდა რა და ესა რა ქვია 26-ში ასევე ჯერ კიდევ ფრინავს სულ 25-ს ერთ წელს რო გადაეფრინა რა მაგისტრის იყო საჭირო რაღაც აი მთელი ოპერაციის ჩატარება რომელიც მინისტრის გარეშე არ გამოვიდა და ამ დროს ეს სულ ვითომ დაფრინდა ეს ხდება ერთი მხრივ ამ ამბებს მიყვებიან ადამიანები და რეალური პრობლემა და მეორე მხრივ ჩემი თანამშრომლების ის ნაწილი რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკაზე მუშაობდა და მეორე მხრივ მოდი მოლდოველები გაუგზიაროთ ჩვენი რეფორმა. ხო, აი ესეთი რეალობა იყო და სხვათა შორის ეს როგორ ამ რეალობით ჯამში მაინც ეს აი თუ რამე ეკვილიბრიუმი გაიგო ხო რაღაცა ლაპარაკობ 22-ის მერე რა შეიცვალა 19-ის მერე რა შეიცვალა ჩემთვის ეს ყველაფერი დაიწყო უფრო 2019-ზე, როცა თავდაცვის მინისტრად მოტრიალდა ყარიბაშვილი და რა ქვია გასაკუთრებით დამზადდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რა და აი გეტყვი რა შეიცვალა ის რომ მაშინ თავდაცვის სამინისტროში თუ მაინც რამე ხარისხი გეთდებოდა აი რაღაც სტანდარტები არსებობდა რომელსაც თქვა იზორიასნაირი ოდიოზური ტიპიც არ არსებობდა მაგალითად იზორია თავის ნათესავებს არ დანიშნავდა თავის პოლიტიკის დეპარტამენტში რა სადაც
პარალელურად იქვე ისხდნენ ამერიკელი მრჩევლები. დანიშნულება სადღაც გენერალური ინსპექციაში. აი, ღარიბაშვილმა ეგ დაუწერელი წესი დაარღვევა. მე ბურჯულაში ბურჯულაზე კიდევ უფრო მეტად გასა. ეხლა რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს ესე იგი ხდება ეგეთი რაღაცა, რომ ერთი 5 წლის მანძილზე და მანამდეც თავდაც ჩამოისმის წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ლარს გარდაუდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხოლმე, რაც იგულისხმებოდა, რომ იყო ძირითადად რემონტები სამხედრო ბაზებში რა. და ღარიბაშვილი რომ მოვიდა, ამ 20 მილიონსაც ხშირად ვერ ვითვისებდი და მე რა იყო გაწევა გამოწევა ფინანსის სამინისტროსთან, უკან რო არ წაიღო ეს თანხა. და უსე ღარიბაშვილმა ეს ყველაფერი გადადა 100 მილიონ ლარი. 20 და 100 მილიონ ლარი ინფრასტრუქტურული პროექტები. და ჩემთვის იმ თავითვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი ძალიან კორუფციის რისკებს დიდო. მე ცხადი არ მქონდა რაღაცა ამის გაზომვა ფაქტები, რომელიც აგერ პროკურატურამ არღვიოს, მათ შორის ბურჯულაძესთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ კურირებდა ღარიბაშვილის დროსაც როგორც ფინანსების კურატორი შემოადგენელი ამ ყველაფერს და მე ვიყო როგორც მინისტრი ამას აგზავნა. ეს იყო პირველი ნიშანი ჩემთვის იმისი, რომ ანუ ეს 100 მილიონი თავისუფ როგორც წესი ხმარდებოდა რაღაც თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებისგან. მეორე წესი, რომელიც იმავდროულად დაირღვა, ეს იყო, იცი რა, აი აგვისტოს ომთან დაკავშირებით რაღაცნაირად აგვისტოს ომის შემდეგ რაღაცა ჯენტლმენური შეცახება არსებობდა. ქართულ ოფიცრებს შორის, რომ ჩვენ გენერლის სამსახურს არ მივიღებთ რა და 15-ში რომ მივედი თავდაცვაში სულ ყავდა 4 გენერალი. შტაბის უფროსი, მის ერთი მოადგილე, გვარდიის სარდალი და ჯეისამის უფროსი რა. დღეს დაახლოებით 50 მოქმედი გენერალი არის და ეს არასრულად ეს წესი დაირღვა იზორიას დროს. იზორიას დროს დაირღვა, მე ღარიბაშვილმა კიდევ უფრო მეტი დაუმატა ამ ხალხს და ჯოშე ბურჯულაძემაც გააგრძელა. მოკლედ ეს სიტუაციაში გამომდინარე, გენერლები გავხდეთ, არ გამოვა რა, ყველა თახდებოდა ამაზე და ოკუპირებული ტერიტორიების რა თქმა უნდა, ანუ ხომ ეხლა მაგის მქენ მივყავს, ანუ ჩემთვის ეგაც ეხლა მე არ ვამბობ, რომ რომელიმე კრიტერიუმს იმ დროს მინიჭებული გენერალი არ აკმაყოფილებდა. ყველა აკმაყოფილებდა. შეიძლება ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მანამდე 20-90 წლებში გენერალობას იღებდა ხალხი, მაგრამ უბრალოდ ამ წესის დარღვევაში გამოწვეული იყო ორი რაღაც. ერთი ის, რომ ამ კონკრეტული ოფიცრების ლოიალურობას ყიდულობდა მინისტრი და მეორე ის, რომ ყიდულობდა იმ ხალხის კეთილდღეობას, რომელიც მას მოყავდა. ანუ თავდაცვის სამინისტროში არსებობდა ეს აბსოლუტურად მანკიერი, რომელიც ვერ გააუქმნა ვერავინ ატოს და ამერიკელების აფასით ხოლმე მიუხედავად ეს ეგრეთ წოდებული სპეცწოდებები. ეს სპეცწოდება რა არის, იცით, აი, ყოა პოლიციის ოფიცრის წოდება რა, ისინი გადიან ამის იუსტიციაში წოდებები და ასე შემდეგ. და ეს ხალხი, რომელიც თავდაცვაში მოდიან, თქვა ამ სისტემებიდან, რა, მინისტრის მოადგილეებად, გენერალური ინსპექციის უფროსებად, სამხედრო პოლიციაში მოყავთ, ამ რანგებს მოიტანენ ადგილზე და სამხედრო ვერ გახდება, სამხედრო ოფიცრის წოდებას ვერ მიიღებს, მაგრამ სპეცწოდება არსებობს თავდაცვის. ოღონდ როგორც წესი, აი იზორიადან დაწყებული დღემდე რა ვითარება მივიღეთ, იცი რომ ადამიანები რომლებიც მოდიოდნენ და თავისმა სისტემამ რომელმაც გაზარდა კაპიტანს არ აღსნა სიტყვაზე და კაპიტანი მოვიდა თავდაცვაში გახდნენ გენერალ-მაიორები. ანუ მაგალითად იზორიას ყველა მოადგილე, ღარიბაშვილის ყველა მოადგილე, არ ვიცი, თუმაშენის ყველა მოადგილე. ეს როგორი ამბავია, ამით ხდება, რადგან იმას მისცა, რომ ესენი აღარ იხმაურობენ დანარჩენ ოფიცერებს. გაუფასურება ხდება მნიშვნელოვნად. ან ეს დევალვაცია, მათ შორის დევალვაცია, მათ შორის ანუ ეს ის რომ ბევრად ხარჯავის იგიჟებში, სოციალური ხარჯი არის რა. იმიტომ რომ მე ამ ხალხს შესაბამისი პენსია ენიშნება და ასე შემდეგ. ეს იყო ანუ ელიტი, ეს იყო soft მექანიზმები ოფიცერთა გულისხმობ. აი დღეს რო კითხვა გვიჩნდება ხოლმე, აი რას ფიქრობენ ოფიცერები? მაგაზე მინდა რომ ვილაპარაკო რა, იმიტომ რომ იცვლება, ანუ ქვეყანამ შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი, ომში რომელშიც თვითონ იონის პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს ისე როგორც ლაპარაკობს და ჩვენ ყოველს კითხვა გვიჩნდება, რატო ვერ იღებენ ოფიცერები ხმას? აქ რამდენიმე რაღაც გავუწევთ. ამის საილუსტრაციო თქმები ამას. პირველი ეგ არის რომ ერთი ჯარი იმდენ სუბორდინაციული სტრუქტურაა და სისტემაა, რომ ანუ თან ჩვენ ჯარი ხალხდება იმაზე კიდევ უფრო პატარა, ანუ აქ 20,000 კაცის კონტროლი კი არა, ლაპარაკი 25 მაღალი რანგის ოფიცერი უნდა გააკონტროლო, რომ ჯარი აკონტროლოს. ამ 25 ოფიცრიდან
მათი დიდი ნაწილისთვის შეიძლება ასეთ ესე იგი იმაში შესვლამასთან რაღაც სოციალური პაკეტებით მაგრამ ამის გარდა არსებობს კიდევ უფრო ისეთი სტრუქტურული აი ეს უფრო სუბიექტური ამბებია და კონკრეტულად ესე იგი ქართული ოცნების გადაწყვეტა ზოგადად არ არსებობს რაღაცა ერთი სწორი პასუხი იმაზე როგორ იქცევა უკანონო ბრძანების შემთხვევაში თუნდაც ამერიკელი ოფიცერი და ამის უყურებთ თუ არა კალიფორნიაში როცა გადაისროლეს რა ქვია გვარდიის საპრეზიდენტო საზღვაო ქვეითები შეიყვანეს აი ამ არეულობების ტრამვა და იქაც ვერ შეთანხმდა ამერიკული სისტემა სწორად მოიქცა ეს ხალხი რომელმაც ბრძანება შეასრულა ან მიუხედავად იმისა რომ ბევრი წერენ განსაკუთრებით ადამდგარი გენერლები რა ანუ ეგ არ მოსულა რა ქვია შენ და თან ამერიკელ ოფიცერს ტრენინგშივე ასწავლიან რომ პრინციპში უკანონო ბრძანებას არ უნდა დაეფერდებოდეს მაგრამ იქაც კი ამაზე რაღაც ერთი სწორი პასუხი არ არსებობდა ყოველთვის ისე ვერ იქცევია როგორც საჭირო უბრალოდ ის სისტემა ვინაიდან სწავლელი learning ორგანიზაციებია მე აუცილებლად სწავლობს და მე ტრენინგში კიდე ახალ კურიკულუმს დაამატებს ოფიცრის განათლებაში თუ აღმოაჩინა რომ ან და შესაბამისად რაღაც დამატებით მაკონტროლებელ მექანიზმს შექმნის თუ აღმოჩნდა რომ რაღაცა გვანტანამოს ტიპის ამბავი შეიძლება მოხდეს და ჩვენთან ეს განათლება მაინც საბჭოთაა ანუ ეს ოფიცერთა განათლება ვერ დგას ისევ ამ ძველ პრიმატებზე რასაც საბჭოთა აი ძირითადად ისეთი სამდახონური ეს ქვია რა ქვია სამწუხაროდ ოფიცერთა მიმართ დამოკიდებულება ჩვენთან განსაზღვრავს აი შეიძლება ასეთ ქართულ პოლიტიკოს რომელსაც პოლიტიკაში და ხვალაც იქნება თვითონ აღარც ახსოვდეს გულისხმობ იმას რა ქვია სამხედრო გადატრიალებას მაგრამ ეგ ტრავმა ოფიცერთა მიმართ უნდობლობა არის საკმაოდ ძლიერი ჩვენთან რა ანუ ამიტომაც ნახე ორი რაღაცაა რა ნებისმიერ პოლიტიკოს რომელიც თავდაცვაში მიდის აქვს ორი სტუმრები ერთი ნუ იქნება ორი საკითხი გადასაწყობი ამოცანა ერთი ნუ იქნება ოღონდ პუნქტი და თუ გინდა რომ პუნქტი არ იყოს აქ შენ ორი გზა ერთი თანამშრომლობა ოფიცერთან და თანამონაწილეობის იმართვა მაგრამ მაგისთვის კომპეტენციები გჭირდება როგორც ესე ასეთი კომპეტენციებით მინისტრები იქ არ მიდიან და მეორე არის რა ქვია მაგას გენერალური ინსპექცია სამხედრო კონტროლება და სხვა მარეგულირებლები რომელსაც მართლა პირდაპირ მნიშვნელობით შეუძლია ეს ხალხი აკონტროლოს ამიტომ კონტროლზეა ძირითადად პრიმატი დაფუძნებული და შესაბამისად ჩვენ აბა ბოლოს როდის ვნახეთ რომ ნახე ოფიცერი ნებისმიერ საშუალო რანგის ოფიცერი თავს თამამად მაშინ იზრუნოს როცა მაგალითად ჩვენ ვნახავთ რომ თავდაცვის ძალებს თავს არის პოლიტიკოსები ადამიანად თვლიან რა სადღაც ეძახიან უშროების საბჭო რომელიც ასევე იგი არის ფუნქციურად ეს ტიპი წარმოადგენელი სადმე გინახავთ რომ არის აი ეს მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს ეკვილიბრიუმი რომელიც პოლიტიკოსების პრიმატის სასარგებლო და სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებში ხო თუ ოდნავ არ შეიცვალა სტრატეგიული საკითხები თუ უფრო მეტად სენსიტიური არ გახდა პოლიტიკოსებისთვის მაშინ სულ იქნება ჯარი ისეთ იმაზე მეტად სუბორდინაციული ვიდრე უნდა იყოს რეალობაში ეხლა იდეალური მოდელები არ არსებობს სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობებში მაგრამ აი ჰანტინგტონი როცა ამიწერა დაიწყო თეორეტიზაცია მოახდინა ამის ხო იქ შეჩამდა ეგეთ რაღაცაზე რომ აი მან თქვა რომ არსებობს ორი ტიპის კონტროლი ობიექტური კონტროლი არის დაახლოებით ესეთი რა როცა ოფიცრის საქმეებში არ ერევა პოლიტიკოსი იმის გამო რომ აი დაახლოებით ესე არ ერევა რა მე თუ მჭირდება ქირურგიული ჩარევა სიტყვით ხო მე შემიძლია ავირჩიო ექიმი ან ავარჩიო რა ქვია კლინიკა მაგრამ ის ქირურგი როგორ ჩატარებს ამ ოპერაციას მაგას მე ვეღარ ვუჩვენ აი ეს არის დაახლოებით განსხვავებული ანუ ასეთია პოლიტიკოსის როლი ოფიცერთან ურთიერთობაში იმიტომ რომ მას აქვს კონკრეტული პროფესია რომლის ესე იგი მართლა მხოლოდ მას შეუძლია ოფიცერსთან სუბიექტური კონტროლი არის რა თქმა უნდა ის როდესაც შენ ოფიცერთა კლასს უბრალოდ ყიდულობ მათ თანამდებობებს მათ კარიერულ განვითარებაში ერევი აწინაურებ რა ქვია პოლიტიკური ნიშნით და ასე ეს იყო დამოკიდებულების მოპოვების შემდეგ ყველა მინისტრის არათუ ყველა ხელისუფლების პრობლემა რომ მათ ჰქონდათ ცდილობა შეექმნათ საკუთარი ოფიცერთა ელიტი და ამას როგორ აკეთებდნენ წინებს როგორც ნაღებს მოაცლიდნენ
ამ პროფესიონალები როგორც წესი ისეთ ასაკში იყვნენ და ისეთ კონდიციაში გამოცდილების პროცესს ალბათ ყველაზე უფრო საჭირო. ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არის აი ხა არ მინდა რაღაცა კონკრეტული სახელები და გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგი ოფიცერი, რომელიც აკადემიაში იყო საუკეთესო აკადემიური მოსწრებით და რაღაცა, იმდენად სწრაფად დააჭინა, რომ უბრალოდ ვერ გაუძლო ამ იმას რა ძალაუფლების ამ არეალს, რომელიც პოლიტიკოსებმა შესთავაზა. ეს იქნება შესაძლებელი, აქ იქნება შესაძლებელი იმ ტიპის ავტონომია ოფიცრებისა, სადაც პოლიტიკოსები ყოველდღიურად ვეღარ ჩაერევიან და ამ ავტონომიის რაღაც საფუძვლები არსებობს და ძირითადად ეს საფუძვლები იდგა რა თქმა უნდა ამერიკის ყოფნაზე თავდაცვის სამინისტროში. აი როცა უფრო ბევრი რაღაც შეიცვალა 19 წელს და მათ შორის ერთ-ერთი პირველი შეიცვალა რომ მე ვხედავდი როგორ შეიცვალა დამოკიდებულება 19 წელს და 20 წელს ამერიკელების მიმართ რა. მან იცი რა მე არ ვარ მე ძალიან ავიზიანებდა რაღაცა ნებისმიერ ფორმის სერვილიზმი რომელიც ქართულმა მინისტრებს ჰქონდათ ხოლმე რიგითი ამერიკელი ან ბრიტანელი ვიღაცა ჩინოვნიკის და არც უნდა სამხედროს მიმართ რა რომ აი რაღაცა მაგრამ 19 წელს უცებ ვიგზენი რომ იგივე ადამიანები რომლებიც მანამდე ასე იქცეოდნენ ამ პოლიტიკოსებს ამ სამხედროებთან და ოფიცერებთან უცებ დაიწყეს მათი რეალურად დაცინვა თავს უქმნიდნენ და ამისთვის ეს მე მგონი მნიშვნელოვანი მომენტია რომ გავიაზროთ აი როგორ მოხდა რაღაცების მიტაცება მე მგონი ერთ-ერთი რამაც ამას ხელი შეუწყო იყო ის რომ იმ კონკრეტულ ვიճარებაში მე რასაც უყურებდი ყოველ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროში ამერიკული ადმინისტრაცია და ელჩი დეგნები მაშინ რა სრულად არ იყვნენ მზად აი ამ ავტორიტარიზმისკენ გადახედვისკენ რომელსაც აპირებდა აშკარად ხელისუფლება იმიტომ რომ მე ვხედავდი რომ ზედმეტად დიდი დობის კრედიტი ქონდა მინის ხარიბაშვილს ამერიკელი უჩვენე როცა მეგობრობდი მეუნებოდნენ რომ აუ ერთი სული გოხი ხა ეს პრემიერ-მინისტრი როდის გახდება იმიტომ რომ თავდაცვის პრობლემატიკას წაიღებს ახლა იქ და იქიდან გადაწყვეტს და ამ დროს ახლა მე ხوار ვეთყოდი ესე კაბინეტიდან რომ გადიოდნენ ეს ამერიკელები ეს ხალხი დასცინდა შარად არ როგორ გინდა ამ ამერიკასთან მიხვდეთ სინამდვილეში უთხრა რომ დაქცინის ეს და მე ვეუბნებოდი რომ გვახსენებდი რომ იცი რა აი ეროვნული თავდაცვის სტრატეგია რომელიც უნდა დამტკიცებულიყო 2018 წელს 19 წელს რო არ აპირებდნენ რომ დაამტკიცონ რომ გადაწიეს ეს იყო დრო როდესაც მათ შორის ესე იგი ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაიწყო ახალი დახმარების პროგრამა და ამ პროგრამის ესე იგი კურატორად არა თავარ მრჩევლად ამერიკაში დაიქირავეს აი ეს გოლდვოჩერ ნიკოლსის ერთ-ერთი გოლდვაქსი რომელიც ამერიკაში თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა რო ჩაატარეს რა მაგის თავარი ექსპერტი ხო არა ვოლკენი ხო და ეგ რატო იყო მნიშვნელოვანი რომ ამერიკელებს ამერიკელები ეს რა ავღანეთში მისია დამთავრდა და ამერიკელებს აქვს თავი გამოდენილი ამ lessons learned რომელიც ავღანეთში მოხდა რა რატო არ იმუშავა security assistance-მა იქ და რატომ ჩავარდა ავღანური არმია რომელსაც ამერიკელები წვრთნեն მთელი ამ ცოდნების ერთ-ერთი პირველი ესე იგი აპრობაცია უნდა მომხდარიყო საქართველოში ან ისინი არამც და არამც არ აკვირებდნენ ჩვენთან რაიმე ფორმით ურთიერთობების გასცემის მიუხედავად იმისა რომ ხო იმ მომენტში ავღანეთში მისი აღარ არსებობდა უბრალოდ ფიქრობდნენ როგორ გადაეწყოთ ეს ამერიკული დახმარების სისტემა იმ ამოცანებისთვის რომელიც იმ მომენტში ქვეყანას ეკეთა რა და ეს ამოცანები ჩვენთან ყვაჭრეჭდელი არ შეცვლილა მაგრამ ამერიკელებმა ფაქტობრივად 16 წლის მდგომარეობით გაიარეს თუმცა პირველად აიწყეს საქართველოში შეიარაღებული დახმარების პროგრამა არა მონდრეულური რაღაცა ოპერაციებს არამედ ტერიტორიულ თავდაცვის ჩამოცემებს ამას აგდებდნენ ამის კონსოლიდაციას აპირებდნენ ამ ცოდნა და ეს დაიწყო ანუ და წარმოიდგინეთ თავარი განმასხვავებელი შეიძლება იცოდეთ ხო ქაღალდზე თავდაცვის მინისტრი არც თავარი სამხედრო ხო გასულ ჩინეთსაც რომელიც შესაძლოა და ალბათ აქვს მექანიზმის კომპეტენცია ასეც არ არის ხო ბევრს გინახავთ ქაღალდზე თავდაცვის მინისტრი ბორჯომში როგორ აქვს ხანდეს რა ანუ ჯამში ნახე ამ მიკრომენეჯმენტში ქართლის ის არის კაცარი მაგრამ თავდაცვის სამინისტროში ამ ფილტრებს იმისთვის რომ სისტემას ოდნავ უკეთე მუშაობა ვიდრე სხვა ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში მაგაზე თავი შემიძლია მოწიფული ორგანიზაცია. თუმცა ეს იყო ამერიკელი
სამდამსახურება, რომლებიც ამ რაღაცა შინაგან უხრუჭებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს ნელა, მაგრამ ახორციელებს. როგორც კი გაქრა თუნდაც ის არაჯანსაღი პრიეტეტი, რომელიც მე არ მომწონდა ამერიკელების მიმართ, იმ წუთას ყველაფერი გადავიდა ცექავიკურ ლოგიკაზე. ამ ცექავიკურ ლოგიკის მეცვით არ გეყოლე და რაღაცები მაჩვენეს, მაგასაც ამასაფრეს ეს ოფიციალური ჯიგრა და აი უამრავ საჯარო მოხდა იმ დროს არც არანაირი კვალიტეტი არ აღსანიშნავია. მეც იმედი რაღაცები წარმოგიდგენია იმ ზემოთ იყო რამდენიმე მე რა აი ეს რეალობა შეიძლება რა შეიძლება 20 წელს კიდევ უფრო მეტად რატო წავდება ეს ვიტარება. მოკლედ ეს დავიმახსოვროთ ამ მომენტისთვის 19-დან 22-მდე ოფიცერთა მნიშვნელოვანი ნაწილი არის რაღაცნაირად დავალებულად გრძნობს თავს გარეგანაშვილთან და კულტურაზე. გარეგანაშვილის მინისტრი რომ ხდება ერთ-ერთი პირველი კითხვა რაც დასვა თურმე იყო ის რომ ვინ არის კაკალობის საყვარელი მინისტრი რა. აი ცუდი ვითარება მაქვს შემოქმედებით ქვეყანაში რომ ემგონი დიდხანს შეგვიძლია და თქვენს რომ ეზერაშვილი რა მოგეცა მე უკვე შემდგარდოსაფრეთ და უყურებ ესე იგი ეზერაშვილი რომელიც არ არის კაიგაცია ცუდიკაცია მაგრამ მინიმუმ არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული კითხვები ამ ადამიანთან და გარეგანში მომხდარს ასევე ახსენე ანუ ორი ფავორიტი მინისტრი თავდაცვის მინისტრი რაღაც ის რომლებიც კარგად დაამახსოვრდათ ოფიცერს როგორც ის ანუ ამ პროცესში დიდი ალბათობით კორუფირებული და ეგ იმდენად ძიმე თავი ყავს რომ ესე იგი ხუმრობით ლაპარაკობ ტრაგედია ამ ქვეყნებს და შენ კაპელების საქმე გაიხსენე და წარმოგიდგენ რამდენიმე წელიწადში ერთად თავდაცვის რაღაცა დიდი კორუფციული სკანდალი და ამ პროცესს უნდა იყოს ალბათ სისტემა სადაც არის ყველა უფრო კრისტალურად უნდა ხდებოდეს რაღაცების საფრთხება იმიტომ რომ ნებისმიერი უყარული ასაკა შეიძლება მაგრამ აქ მოყოლებული დაუყური ჯარისკაცია და 22 წელს რაც დაემატა ესე იგი ამ ყველაფერს იყო ანუ ძალოყრების ვინაცები ერთ-ერთი 19-ში ჩაება ჩემი აზრით ბევრი რაღაცის 19-ში ინტენსიფიკაცია მოხდა და 22-ში შეიქმნა ვითარება როდესაც საკმარისი კონდიციები ჰქონდა შექმნილი იმისთვის რომ ნაკლები რეაქციები მიიღოთ ვითარებაზე რაც მე უკვე ვსაუბრობ რა და აქაც ეხლა მისი არ გამიგოთ რა თქმა უნდა ასეული ოფიცრების დიდი ნაწილი მოსწონს ყველაფერს არ მოსწონს მაგრამ ისინი ამ ესე იგი საკუთარ ნაციონალიზაციას საკუთარი ყოფილი სიკაზმიზე ახდენენ მინიმუმ ორი რაღაც ერთი ის რომ განსხვავებით არის სამხრეთ აფრიკული და ლათინურ ამერიკული დიქტატურებიდან ჩვენთან დიქტატურა სამხედრო ოფიცრები არ აქვს ხო მინიმუმ შეცდოს პოლიციის ანუ ესე იმედა თვითონ არ მონაწილეობენ ამ ძალადობის იმაში გაკვენ ეს არ შეიძლება მეორე არგუმენტი არის რომ იცი რა არის მეორე არგუმენტი არის რომ ჯერ კიდევ ძლდება ტექნიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ტექნიკური თანამშრომლობის ნაწილი იყო ცოტა ფესტი ჩატარებული მეტია და მე ამარ ადამიანი რომელიც ამ უცხოებისაც ჰქონდა დიდი სწავლების და ყოველ ტექნიკურ თანამშრომლობის ამერიკასთან შენარჩუნების მომხრება მაგრამ ეგ კიდევ ერთი ბლაინდ სპოტია ამერიკელთა თვალში რომ იცოდეთ რა იმიტომ რომ ისინი ვინაიდან ამერიკელს ყოველდღე ლაპარაკებენ არიან დიდ სურათს საბოლოო ჯამში ეს ლაპარაკი იმიტომ რომ ამერიკელებმა რაღაც დროით აქ პრეზიდენტი შეინარჩუნა და ყოფნა შეინარჩუნა შენი გავლი თორ შენ პრემიერის არ ელაპარაკებენ ეს აღნაკლებად დავა მაგრამ ნუ ეგ ეს ფასი რომელსაც ამ თვალსაზრისით ვიხდით მე ძალიან ძველი არ მომაჩნია მე ვიცი რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს სწავლებები გაგრძელდეს ეხლა ყველაზე უფრო დამიცი ვეცდები დავას რომ ლოგიკურ ყველაზე უფრო შეიძლება ცხადაო მაგრამ რომ ვერ შეიძლება არგუმენტი ის ოფიცერები მეუბნება ესავე არგუმენტია ეს რომ ყველგან მომი დაიწყოს ქვეყანაში ჯობია სისტემის შიგნით ნახეთ ადამიანი მაგას ეუბნება რომ მაგის მერე შემოწმება არა ჯობია და უკვე აქ არის რუსეთი და რაღაცები ეგ ამოსულა ანუ მე მგონი რომ ეგ საერთოდ ჯამში თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლების უსულობის რას ნიშნავს ჩვენს გაგვირბის ხოლმე ანუ
რომ არსებობს კიდე რაღაცების ოფშენები, რომელიც ინგლისის და რომელსაც ანუ ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ლაპარაკობენ, რომ ქართულს მე რუსულს, ხო? თუ 2012 წლის რუსული იყო, მაშინ აი 19-ში რატო გავიგვერდა, აგროვაში რატო გავიგვერდა რაღაცეები. ანუ ეს გრადაციები, რომელიც ვინ არსებობს, ვინაიდან არსებობს, ანუ ეს ნიუანსები მნიშვნელოვანია გვესწრებს. ვერავინ ვერ გამოიწვია ამ ქვეყანაში იმას, რომ რუსეთმა შეიძლება დაიწყოს სამართლებიანი უპროფესორად. მოდი ეს ვთქვა, იმის გამო, რომ გასვლა უკრაინისგან მაფორმირებელი ოპერაცია, ან წინა ოპერაცია, სამხედრო ოპერაციისა, ჩვენთან ბევრად უფრო გმადანს ვიდრე კიევში აღნიშნა, რომ კონდოთ იმ კიევში რატო ჩავყავდათ ეს სამხედრო ოპერაცია. მოსაგრებმა 180,000 კაცი უკრაინას ვერ აიღებდნენ მიცოდნენ, მაგრამ მათ ეგონათ, რომ ეს ბეზბეს უკვე ყავდა ადგილზე ელიტები საკმარისად მოსწონებული, რომ ჩამოშლებიდეს ეს. რადგან ეგ გამოვიდა, იქ ჩავარდა. ჩვენთან ეს მაფორმირებელი ფაზა მათსასული შეიძლება საერთოდ არ დაგიყვნენ არანაირი გენეტიკური მოქმედებები, მაგრამ შეიძლება დაგიყვნენ რაღაც ტიპის გენეტიკური ზემოქმედებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ვიტარებთ, როდესაც აი განსაკუთრებით ბოლო დინამიკის გაფორმებაზე ვაშინგტონში ფერდუში სამხრეთ ფრონტზე და სამხრეთ ეხლა თქვენ ჩემზე ვიდით, ხო, რა რუსული სტრატეგიული აზროვნება აღიჩნდება ისე. ამ აზრით ეხლა ეს მონაკვეთი მსოფლიოს რუსული იმპერიისთვის მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი საბჭოთა კავშირისთვისაც და ანუ ეს არის კონკურენციის ზონა, ხო, ანუ ვეთით საქართველოს ერთ-ერთი ადგილი არის საბჭოთა იმპერიისა და ნატოს საზღვარი გადიოდა, ხო, ვალეში ერთხელ ნატოს ჯარისკაცი იყო და მეორე საბჭოთა და ამ აზრით მოკლედ იმის ხაზგასმული და რომ ეხლა მიდლ კორიდორზე რაღაცებს თავდავარებ, რუსებისთვის ეს ადგილი მნიშვნელოვანია და ამის შენარჩუნებისთვის არანაკლებ ძალის მოსდახარჯავენ, ვიდრე უკრაინაში აკეთებენ ამას. და იმისთვის, რომ ჩვენი რისკები ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად შევამციროთ, ეხლა რაღაცა ამ ბანალური რამე უნდა ვთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერ მოწინააღმდეგე გადაწყვეტილებას დაგიწყოს თუ არა ჩვენ იმის შესახებ დაკვირვებით არა იმდენად რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს მატერიალური კონსენსუსში. არამედ რამდენად ის შეძლებს თუნდაც შენი მატერიალური შესაძლებლობების განადგურების შემდეგ შენს მართვას. ანუ საოკუპაციო რეჟიმი რამდენად აღმოჩნდება მყარი რა. და მე მგონია ამ თვალსაზრისით ერთი მხრივ ხელისუფლება გასაგებია რა სიგნალებსაც უშვებს, მაგრამ აი როცა გასაგებია უსთავველზე ჩვენ რომა რასაც უსთაველი არის ჩვენ აფხაზეთ არავინ არ ყოფს გასაგებია რომ ჩვენი უსთავველზე რომით ჩვენ უსრომლობთ უპირველეს ყოვლისა სამხედრო დემოკრატიის მომავალს ცდილობს და მეც ის რომ დასავლეთმა ვერ მოახდინა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზება რაღაცა ეს ჩვენი ბრძოლის შედეგი, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც ტიპის დეტერენს კეპაბილიტის ასაცილებლად შემაკავებელი ეფექტიც აქვს ჩვენი მოწინააღმდეგის და მტრის თვალში უსწავლოზე ჩვენს ბრძოლას, იმიტომ რომ მინიმუმ მის გაწმებში როგორი შეიძლება იყოს კიდევ უფრო ღრმად ოკუპირებული საქართველო, როგორ შეიძლება იყოს აი ამას გავაკეთებაში, იმიტომ რომ არ არის ხალხი, იმიტომ რომ არსებობენ ეგეთი ადამიანები.